ჩვენ უკვე უყურებთ იმას, რომ ეს რეჟიმი გადასული არის ღია ტერორზე და პირდაპირ რეპრესიებზე. ეს რეპრესიები გულისხმობს იმას, რომ ყველა ის ადამიანი, ყველა ის აქტიური ადამიანი, რომელიც იბრძვის და საუბარი არ არის მარტო პოლიტიკოსებზე, არამედ არის საზოგადოების აქტიურ წევრებზე, რომლებიც ვაპროტესტებთ, ვიბრძვით, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და არ ვეთანხმებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ გადავიდეს რუსეთის მფლობელობაში, ხო? და ვიბრძვით ამის წინააღმდეგ. აი ზუსტად ამის საპირწონედ დაწყებული აქვს ახლა ქართულ ოცნებას რეპრესიების ძალიან ფართომასშტაბიანი ტალღა. მე ვფიქრობ, რომ ის რაც ასე ვთქვათ, დაფიქსირდა ჩემთან მიმართებით და ამას მე ცუდ ხუმრობათაც ვერ აღვიქვავ და ალბათ ამეთანხმებით, რომ ეს ხუმრობის არანაირ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს და პირდაპირ ჩანს კვალი აი ამ რეჟიმის და ამას დარწმუნებული ვარ, რომ სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვარ ერთადერთი, ვის წინააღმდეგაც ეხლა იკერება საქმე. მე უბრალოდ გამიმართლა და იმ ადამიანმა, ვისაც და ჩემთვის უცნობი ადამიანი არის საერთოდ, არ პიროვნებას ვისაც და მას რატომ იწერეს? გამიმართლა აი რა პრინციპით შეარჩიეს ის? რა არის ვინმე რამე პროფესია აქვს ისეთი, რომ რაღაც სახელმწიფო განათლებაში გამოგადგებოდა? როგორც შემდეგ უკვე გავარკვიე, ეს ადამიანი ნაომარია 2008 წელს სამხედროა, ან რაღაც გამოცდილებით არის ყოველ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ, რომ მე არ ვარ ერთადერთი და ეს ადამიანი არ არის ერთადერთი ასევე ვისაც მიწერეს ან ჩემი სახელით, ან შეიძლება ნადიმ ხმალაძის სახელით, ან იმ ადამიანების სახელებით, რომლებსაც მიღებული აქვს მონაწილეობა უკრაინის ომში. იგივე ვაჟა ცეცაძე იქნება, მამუკა მამულაშვილი თუ ვანო ნადირაძე, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც იქნება გაკეთებული ალბათ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ ეხლა აქ იმყოფებიან. ანუ პირდაპირ კვალი იკვეთება რაღაც საქმის შეკერვის და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მე მივმართავ ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც შესაძლებელია ესეთი მესიჯი მივიდეს აქტივისტებისგან, ძალიან კარგად გადაამოწმონ და პირდაპირ შეეცადონ შევიდნენ კომუნიკაციაში იმ ადამიანებთან, ვისი სახელითაც ხდება და გადაამოწმონ მათთან, ვისი სახელითაც მიმდინარეობს ესეთი ტიპის კომუნიკაცია. ეს კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან დიდი გეგმა და ამას ჩვენ როგორც ცუდ ხუმრობას ვერ უყურებთ და ეს კვალი პირდაპირ მიდის ამ რეჟიმთან. ჩვენ უკვე დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეპრესიები დაწყებული არის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ ელენე ხოშტარიასთან მიმართებით, ეს ხომ საერთოდ ამოვარდნილია, თუმცა გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ დეკემბრის დარბევებზე გაგებული გვაქვს ყველას და ის ადამიანები, გოგონები პირველ რიგში ყვებოდნენ, როგორ ეპყრობოდნენ ეს ჯალათები და ეს სადისტები, მათ და როგორ ამცირებდნენ. შესაბამისად არაფერი ამათგან გასაკვირი არ არის და ერთადერთი გამოსავალი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის დიახ ბრძოლაში ამ სასტიკი სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ.